მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ჩვენებური პოდკასტის პირველ ეპიზოდს. ჩვენ ამ პოდკასტის ჩვენი პირველი ერთობლივი პოდკასტის წამყვანები ვართ ანა ჯიოშვილი და ხატია მუმლაძე. პოდკასტის სახელწოდება შეგიძლია შეახსენო, იმიტომ რომ ამ ყველაფრის დამწყების სულისჩამდგმელი ინიციატორი ხარ შენ. შესაბამისად, შენ უფრო მეტი უნდა ისაუბრო ამ პირველ ეპიზოდში, ვიდრე მე. შესაბამისად, შეგიძლია გაძლევ უფლებას, რომ შენ ისაუბრო ამ პოდკასტის შესახებ უფრო მეტი. მოგებული ვარ, რომ რამდენი ნაწილით და სერიათ არ უნდა ჩავწეროთ ჩვენებური პოდკასტის. ანა თავის ენერგიას ყველგან ჩადებს, თავის ქარიზმას და ალბათ ვინც ანას იცნობ, ყველა დამეთმუნებით, რომ ადამიანი უბრალოდ ენერგიას ასრულებს. და ჩემ თვალში არის ის ყოველთვის ბობოქარი ქალი. და აბობოქარ ქალთან ერთად გადავწყვიტე, რომ დამეწყო ეს გადაცემა პოდკასტი ჩვენებურად. და ეს სახელი ზუსტად ანას შერჩეულია. აქ იქნება ბურთბელი ემოციები, ჩვენი განვლილი გზა, რამ გაგვახარა, როგორ მოვედით აქამდე, რა გზა გავიარეთ და რატომ გადავწყვიტეთ, რომ ისევ ერთად შევკრებილიყავით, ერთად დამსხდარიყავით და გველაპარაკა იმაზე, რაზე საუბარიც დიდი ხანია გვსურს. და რატომღაც გვეგონა ხოლმე, რომ საზოგადოებისთვის ჩვენი სურვილები და განცდები არც თუ ისე საინტერესო იყო. და არ გეგონოთ, რომ ეს პოდკასტი იქნება მარტო ჩვენ ორს შორის საუბარი, ჩვენი მიზნები, ამოცანები, ემოციები და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა რომ მომავალში ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი დავპატიჟოთ ჩვენთან, ჩვენებურ პოდკასტში და ეს სახელიდან გამომდინარე ალბათ მივხვდით რომ აქ იქნება ძალიან უშუალო გარემო, ბურთბელი ემოციები, ვისაც რა ექნება სათქმელი იმაზე ისაუბრებს. მე მგონია რომ ჩვენთან რომ მოვა სტუმარი, რაღაცა აი დაცლილი უნდა წავიდეს, რომ აი ნახე არის გარემო, არის სივრცე, სადაც შემიძლია რომ ჩემი აზრები გადმოვცე. რა თქმა უნდა, ხატია ვერ ავუვლით გვერდს მიმდინარე მოვლენებს, ნუ ეს რასაც შეეხება რა პრობლემებსაც შემოგვიგდებს, ასე ვთქვათ, გარემო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩვენც მივყვებით ესე ფეხდაფეხ, ასევე ადამიანები, რომლებიც არ ვიცი, შეიძლება საერთოდ არ ვიცნობთ და შეიძლება რომ მათაც რაღაც თავის ისტორია, თავის გასაჭირი, თავის ტკივილი თუ დარდი თუ სიხარული გაგვიზიარონ. შესაბამისად ეს არ იქნება პოდკასტი, სადაც რაღაცა ერთ ვინმეს სპეციალური პატეჟი ჭირდება პირიქით, ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ კი ჩვენი მაყურებელი თვითონაც შემოგვეხმიანება, მოგწერს, აგვირეკავს და გვეტყვის, რომ რაღაცა კონკრეტულ თემაზე აქვს სასაუბრო. ზუსტად ამას გულისხმობს, მოკლედ, ყველა მიცის, რომ ჩვენ წლების განმავლობაში მუშაობდით ჟურნალისტიკაში, შესაბამისად რაღაცნაირად ეს ბმარო გქონოდა ისევ ჩვენს პროფესიასთან, რაღაცნაირად რო არ გავთიშულიყავით ამ საზოგადოებას, გადავწყვიტეთ, რომ აბსოლუტურად შიშველი ხელებით, არაფრით ფაქტიურად, მხოლოდ იდეით, რამდენიმე მიკროფონით და უბრალოდ პირადი ინვენტარის, ტელეფონით დაგვეწყო ეს ამბავი და ფიქრობ, რომ აი ზუსტად თავარი არის იდეა რა და დანარჩენი ყველაფერი რაღაცა ესე გზადაგზა მოვა. ასევე ადამიანები, რომლებიც მოგვისმენენ და დაფიქრდებიან, რომ შეიძლება რაღაცით დაგვეხმარონ, ამ იდეის უფრო სრულყოფილებაში რომ მოვიყვანოთ ეს იდეა, ძალიან სასიამოვნო იქნება მათი ჩართულობაც. აბსოლუტურად გეთანხმები და შენ აახსენეთ სივრცე, რომელიც ამ ეტაპზე არ გაგვაჩნია. ანუ მუდმივი სივრცე არ გვაქვს იმისთვის, რომ ჩვენი პოდკასტი ჩავწეროთ ხოლმე. ეხლა ეს სადაც იწერება დღევანდელი პირველი ეპიზოდი არის დროებითი სივრცე და იმედოვნებთ, რომ შემდეგი სერიებისთვის ჩვენ უკვე გვექნება სივრცე, სადაც მოგვეცემა საშუალება, რომ მოვიწიოთ ადამიანი, სტუმარი და მასთან ერთად ავსვეთ და ჩავწეროთ საინტერესო პოდკასტები. და ამაში რატომღაც გვაქვს ისევ და ისევ საზოგადოების მხარდაჭერის იმედი. იმიტომ რომ როგორც ახსენა ანამ, ჩვენ ეს საქმე დავიწყეთ შიშველი ხელებით, არანაირი ტექნიკური რესურსი ამით არ გაგვაჩნია, ანუ რაც ქონდა პირადი საკუთრება, ტელეფონი, მიკროფონი თუ განათება, მხოლოდ ეს არის. და ვფიქრობ, რომ სწორედ აქედან იწყება წარმატებული საქმეები ხოლმე და პროექტები ხოლმე ესეთი აი ნოლიდან დაწყებული არის ყოველთვის წარმატებული. მოხდა ამ ნოლიდან დაწყებულში უნდა ჩადო აბსოლუტურად ყველაფერი, ანუ რაც კი გაგაჩნია, ანუ როგორც ემოციურად ისე ფიზიკური თვალსაზრისით.
კი ბატონო. პირველ ეპიზოდში რა თქმა უნდა ვერაუვლით გვერდს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება, გორის საზოგადოებას გულისხმობ, მაქვს ამბიცია, რომ გვიცნობს როგორც ჟურნალისტებს და ერთ-ერთი ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რომელშიც წლების განმავლობაში მუშაობდით და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ და ძალიან ესეთი კარგი წლები გვახსოვს ორგანიზაციასთან ერთად, მოზაიკას გულისხმობ და შესაბამისად მე კი ვხვდები, რომ შენი პოდკასტის იდეა ზუსტად იქიდან გამომდინარეობს, რაღაცა შენ პროფესიას და ჩვენ პროფესიას არ გინდოდა რომ თლად ჩამოცილებოდი და აი სულ გქონდა ეს რაღაცა მომენტი, რომ რაღაცნაირი ბმა ისევ შეგენარჩუნებინა, იმიტომ რომ არაერთგან მოვსინჯეთ ჩვენი გზა, ახლაც აბსოლუტურად სხვა სფეროში ვართ, მაგრამ ჩვენ მაინც რაღაცნაირად ჟურნალისტებად ვრჩებით. ვიღაცისთვის ეს კარგია თუ მოსასმენად, კარგია თუ ცუდი, ვერ ვიტყვი და რას გულისხმობ ამაში. შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ რაღაცა ერთი კარი იხურება და მეორე კარი იღება და აუცილებელი არ არის, რომ ისევ რაღაცა სადეთ ვცდილობთ, ახლად ვცდილობთ, მაგრამ რატომაც არა თუ გვექნება ისევ ბმა ჩვენს პროფესიასთან. მაინტერესებს და ალბათ საინტერესო იქნება შენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რატომ გაგიჩნდა იდეა, რომ პოდკასტები დაგეწყო ისევ და ისევ ჟურნალისტიკას დაბრუნებოდი და ასევე ძალიან საინტერესო არის ალბათ, როდესაც ხო, ჩვენი ორგანიზაცია დაიხურა და შენ საკუთარ თავში აღმოაჩინე, რომ ჟურნალისტად ვეღარ გააგრძელებდი მუშაობას. აი ეს ემოციები რო გითხრა, იმიტომ რომ საკმაოდ მძაფრი ემოციები გქონდა ყველას. ხო, ხშირად ვისაუბრია ხა მე და შენ და არა მარტო მე და შენ, ხო, ჩვენ ყოფილ კოლეგებს და იმ ადამიანებს, ვინც 24 საათი თუ არა, ალბათ 12 საათზე მეტი ერთად ვიყავთ ხოლმე, იმიტომ რომ სახში არ ვატარებდით იმდენ დროს, რამდენსაც მოზაიკაში. ბევრი რო აღარ გავაგრძელო ჩემ განცდებზე ვიტყვი, იმიტომ რომ რატამს აღმოვაჩინე, რომ ჩემი პროფესიით მუშაობა აღარ შემეძლო. შეიძლება ვიღაცა მიფიქროს, რომ მე შენს ახლა არა 24 საათი ლაივებში იდექი, ისე მუშაობდი, რომ რაღაცა ძალიან გადატვირთული რეჟიმი ქონდა და არა, მაგრამ აი როგორი რეჟიმი ქონდა და როგორი სტილითაც მუშაობდით, არა მარტო მე, შენ და დანარჩენი თქვენი კოლეგები. ეს იყო არა მარტო ჩემი ცხოვრების ყოველდღიურობა, ეს იყო ჩემი ბავშვობიდან მოტანილი და წამოყოლილი ოცნება, რომელიც პირადად მე ვუხსნით ჩემთვის რეალობად. იმიტომ რომ ყოველთვის მიყვარდა წერა, რაღაცა კომპიუტერთან და მსგავს ტექნიკებთან ურთიერთობა, მაგრამ წერა მაინც იყო ის მიმართულება, რა მიმართულებითაც ყოველთვის მინდოდა ხოლმე რომ წავსულიყავ და ზუსტად ეს ოცნება ამიფრინა მოზაიკამ, როცა მე მოზაიკაში მუშაობა დავიწყე. თუმცა მე მოზაიკამ ადრეც ბევრჯერ გვიტყვამს მე და შენ რომ გაგზარდა, ხო? აუცილებლად. და ძალიან ბევრი უნარი, შესაძლებლობა აღმოგვაჩენინა ჩვენს თავში. არა მარტო წერის მიმართულებით. ძალიან ღრმად გაიდგა ფესვები პირადად ჩემში და უცებ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი დასრულდა. და მე კიდეა, როდესაც შენ ასრულებ და მეორეა, როდესაც იძულებული ხდები, რომ ეს დაასრულო. კი, ეს ჩვენინებით არ მომხდარა და აუცილებლად დიდად არ ვაპირებთ ხა ამაზე საუბარს, მაგრამ შეგვეხო ხო კანონები, შეგვეხო ის რეალობა, რაც ქვეყანაშია და შესაბამისად, ანუ ვეღარ მოვახერხეთ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიბრძოლოთ, მაგრამ ვეღარ მოვახერხეთ, რომ ჩვენი ორგანიზაციის მუშაობა გაგრძელებულიყო. ეს არ ეხება მხოლოდ ფინანსებს, იმიტომ რომ აქვე უნდა აღვნიშნოთ, მოზაიკაში მუშაობდით ხან თვეების განმავლობაში ისე რომ არანაირი ჰონორარი არ აგვიღია, როდესაც პროექტები აღარ გქონდა და აბიდრი ახალ პროექტს მივიღებდით, თვეების განმავლობაში ჩვენ მოზაიკაში გვიმუშავია სრულიად უფასოდ ენთუზიაზმზე, მაგრამ არასდროს არ შეტყობია ჩვენს ორგანიზაციას ის, რომ ჩვენ იმ ეტაპზე ანაზღაურება არ გქონდა, ასე რომ ვიღაცამ არ მინდა რომ ესე გაიგოს, რომ დაფინანსება აღარ იყო, ფული აღარ იყო და შესაბამისად თქვენც ვეღარ გააგრძელეთ მუშაობა, რაც ძალიან ხშირად თითო ოროლა კომენტარი გვხვდებოდა ხოლმე ასეთი, რომ აი რაღაცა გრანტების ჭამიები და ასე შემდეგ და ნუ ეს იყო იდეა, რომელსაც ბოლომდე ვცდილობდით რომ შევწირულიყავით, მაგრამ ნუ არის რაღაცები ის გადალახვა. ჩვენი ამოსავალი წერტილით მაშინაც მოზაიკაში მუშაობის დროსაც, ანუ ჩვენი საქმე გვიყვარდა, რასაც ვაკეთებდით ის გვიყვარდა და არ ქონდა ხოლმე არა ისეთი დიდი მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, კი დაინტერესებული ვიყავით, რა თქმა უნდა, ფინანსური კუთხითაც, იმიტომ რომ ხელფასს ვიღებდით იმაში, რასაც ვაკეთებდით, ხო? მაგრამ როგორც თანამხმა ყოფილა პერიოდი, როცა არანაირი ანაზღაურება არ მიგვიღია, მაგრამ მუშაობდით მაინც თავაუფლებლად და ეს დანა იმიტომ, რომ აი ვიღაცას რაღაცას ვუმტკიცებდით. იმიტომ რომ საზოგადოებასთან ვგრძნობდით, ჩვენს აუდიტორიასთან ვგრძნობდით თავს პასუხის მიღებისას და შესაბამისად, იმიტომაც ძალიან ბევრი კი ალბათ ვერავინ ვერ იგებდა ხოლმე, როდის ქონდა მოზაიკას ფინანსური კრიზისი და როდის არ ქონდა. და მოვედით, ანუ ბოლო წუთამდე ამ ასეთი მიდგომით ვიმუშავეთ და აი ანამ რა კითხვას დამისვა, აი ამის პასუხად ვიტყვი, რომ რაღაცნაირად არ მინდოდა, რომ ეს ჩემი მცდელობები და რაც გამოვიარე, უბრალოდ ესე აორთქლებულიყო და წყალში ჩაყრილიყო.
და ეხლაც მაგიტომ ანუ ენთუზიაზმით დავიწყეთ ეს საქმე, რაც დავიწყეთ. არც იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ეხლა ამით ჩვენ არის და ფულს ვიტოვით ან რაღაცა რეკლამები შემოგვივა. კი, ამის ამბიციაც გვაქვს, მაგრამ უფრო მეტად მოგვენატრა თქვენთან, რესპონდენტებთან კომუნიკაცია, მართლა ძალიან მოგვენატრეთ და აი რაღაცა ეს არ ვიცი რა აქ ამას განსაკუთრებული ეშხი აქვს, როდესაც ხო კომუნიკაცია ხდება. როდესაც კამერის წინ ჯდები და აუდიტორიას ესაუბრები და მასთან ურთიერთობას და კავშირს ამყარებ. რატომაც რავი ეს გონია რომ ვისაც ეს გამოუწვია ერთხელ მაინც თუ დამჯდა რა ეთერი გინდა თუ რა ვიცი ტელეფონთან თუნდაც და ლაივში გასულა ვფიქრობ რომ მიხვედრილა და ძალიან კარგად მიხდება ახლა ჩვენ რასაც ვამბობთ და განვიწყდით და შესაბამისად აი ამ ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი და უამრავი რაც უკვე ჩამოვთვალეთ არის ეს ყველაფერი რაზეც ვისაუბრეთ და იმიტომ რომ არ დაგვეკარგა საკუთარი თავები არ დაგვეკარგა ბოლომდე ჩვენი პროფესია და ის უნარები რაც აქამდე შევიძინეთ და ყოველ შემთხვევაში ვიყენებით ყოველდღიურობაში და ვფიქრობ რომ ანერთმის არ იყოს საზოგადოებას ამას სწორად გაიგებს ჩვენგან და იქნება დიდი დაინტერესება სიხარულით მოხვალთ ხოლმე ჩვენთან სასაუბროთ და თქვენ რაზეც გენდობებათ და რაც შეგაწუხებთ და რაც თქმელი გექნებათ იმაზე ისაუბრებთ. კონკრეტული მიმართულება, ანუ როგორც უკვე მივხვდით, ან მივხვდებით, ჩვენ პოდკასტს ესე ერთად სახატარებული არ აქვს. უბრალოდ იქნება საინტერესო ადამიანებზე, რომლებიც მოვლენ და საკუთარ აზრებს გაგვიზიარებენ და გაუზიარებენ აუდიტორიას. და ჩვენ ჩვენებურად დავხვდებით, ჩვენებურად ეს სახელი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ რაღაცა კონკრეტული არ გვქია. ჩვენებურად არის. აი თავში ჩამიჩვენებურად, თავიდანვე კი, აი ჩვენებურად რაღაცა ძალიან გულწრფელი და უშუალო სიტუაცია იქნება მოკლედ ჩვენთან. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ანუ შემდეგ ეპიზოდში სტუმარიც გვეყოლება და უკვე ვიქნებით სხვა სივრცეში, ანუ მუდმივ სივრცეში, სადაც ჩვენ პოდკასტებს ჩავწერთ ხოლმე. რომელიც საკითხი არ გვაქვს. და თუ იმედი შევთავაზე, რომ სივრცე აქ სადაც აი ესე გასხდებით ყავა, ჭიქა ყავაზე. ყავაზე დავსწრებით. უბრალოდ ესე მოვეცოდით კონტაქტს გავისაუბრეთ. საინტერესო თემებზე. ჩვენ გადავარდნით და შევთავაზეთ და ესე რომ ჩამოვედოთ იქნებ და ხდება ეტაპი. კი. და ახლა მგონი დრო არა დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს და დავემშვიდობეთ კეთილი სურვილებით და იმედით კი ნახვამდის. აუცილებლად შევხვდებით მეორე ეპიზოდში.